თქვენ ბინა დატოვეთ იქ? არა, მე მაინც უნდა გადავსულიყავი სუბსიდიაში მოხდი და გადავედი. მერე? სუბსიდია დამიგეთ 100 ლარი და ანუ იქ ცხოვრება არ შეიძლებოდა, ხო? არა, არ შეიძლება. რის გამო? საერთოდ არის. არა, ჩვენო დაგვირიცხეს ცხოვრების გამო და არ მივატოვებდი მაგრამ. რა არეულობაა? რა ვიცი ხან აქეთ წყალი არ არის, შუქი არ არის, არაფერი და არეული ცხოვრება გვაქვს. ბინებს ყიდიან როგორც გავიგე, ხო? რა ვიცი. ოკეთო. თქვენ ხო იყიდეთ ბინა, არ გიყიდიათ ბინა? რა ვიცი, თავში საფარი არ მქონდა და ვიყიდე, მაგრამ რომელი სახეს მომგაყიდა არ ვიცი. თქვენ მოკიდას კონკრეტულმა პირმა? არ ვიცნო მე იმას ნორმალურად. ხო, გასაგებია. რამდენად იყიდე? რა ვიცი, კაცო, ბევრი ფული არ იყო, მაგრამ 150 ლარი. 150 ლარად იყიდე? ძირითადად ბინები რამდენიდან რამდენამდე მეყრელს რო იყიდო? 500-დან 150-მდე. 150 და 500-მდე. თქვენ თვითონ იყიდეთ თუ? არა, მე რო შევედი, მაშინ სხვას ქონდა მოკავებული ოთახი და გავტეხენა და შევედი. მანდა მე მოვიდა იმქან პრეტენზიები წამომიყენა ჩემი იყო ოთახი სინამდვილეში, მას 4 ოთახი ქონდა იქით დაგავებული. არიან 4 ოთახებიც გაყიდა. ამბობენ რომ არიან ბევრი რომლებსაც აქვთ ცალკე ბინები, ცხოვრობენ ჩვეულებრივად, მაგრამ აქ მაინც ბინები აქვთ. არის შემთხვევა? კი, არის. ვიცი 1-3 ადამიანი არის ისეთი. საროსკი ბოდიქცა მეორე სართული. ყოველღამო მეტრებიან ეს ქალები, მერე ჩხუბობენ. მე საშინელი ამბავი აქვს, პოლიცია, პატრული, ეს არაფერი არ გვაკლია მოკლედ ყოველდღე. და ვინ არიან ისინი? ისევ დევნილები? ისევ ზოგი დევნილიც არ არის, ზუსტად არ ვიცით ისინი დევნილები არიან არ არიან. ზოგიერთი ადგილობრივები მოდიან და დევნილი ვარ, საბუთარავინ არ გვაჩვენებს რომ ნამდვილად დევნილია და ეხლა მოდი და მოსთხოვე საბუთი მარჩენო, მე რა უფლებით მოსთხოვე იმას რომ საბუთი მარჩენო. პატრულს ვინ იძახებს მე? თქვენ იძახებთ? ისინი, არა, თვითონ ისინი. არა, კაცო, ჩხუბობენ და მე იძახებენ პატრულს. თვითონვე, თორე ჩვენ არასდროს არ გამომიძახებიან. ანუ დათვრებიან და ესე? კი. აჰა, თქვენ რატო არ ითხოვთ დავუშვათ? რამდენჯერ მოვითხოვეთ? ვის მოსთხოვეთ? მოვთხოვეთ, ვიყავით, თვითონ იმათაც მოვთხოვეთ, ან სიწყნარა იყოს და თქვენი საქმე თუ გინდათ აკეთეთ, წყნარად აკეთეთ და არ შეგვაწუხოთ. თუ არა და წადით. მოვთხოვეთ მათ. ბევრჯერ მოვთხოვე, მე პირადად მოვთხოვე, ბევრჯერ უთხარი. სხვა არ და ამ თავში. კიდევ ესეთი ჰუმანიტარული დახმარები მოდის თქვენთან? კი, მართალია, მოდის ჩვენთან უკან ძველებს მოუტანეს ეხლა. ხო და ამ ძველებმა ადგნენ და რაც ზედმეტად მიაჩნდათ, გაყიდეს ყველაფერი. მაგალითად, გია კაჭარავამ ფეჩი რომ მოუტანეს იმის, რა ქვია, შეშის ფეჩი არ ჭირდებოდა, შუქის პლიტგაზე იყო, რაში ჭირდებოდა და გაყიდა. მიყიდა დალისართანიას ასლარად. დალისართანია ვინ არის? ეს ადგილობრივი სოციალურად დაუცველია, იქ ცხოვრობს, ერთი ოთახი აქვს. აღებული. ეშინია. ვისი გეშინია? თვითონ იმას ახლა დაშინებული ეს ხალხი. ვის ხავს დაშინებული? ანუ როგორ აშინებენ? არიან და ისეთი ხალხი არიან წარმოდგენა არ აქვს თქვენ. იმათთან ვაგზის ისეთი ადამიანი არ არის. ისევ იმათი ეშინია ამადროა. იმ ხალხს მსუქანი კალროიდგა ღამით პანჯარა ჩაუმსხვრიეს. დიახ. იმიტომ ჩაუმსხვრიეს რომ პატიოსანი ოჯახი იყო და მაგათნაირი არ იყო. დადგა კოვიდან და რატომ იყურებო ზევიდანა და პანჯარა ჩაუმსხვრია, სახეში მიამსხვრია პანჯარა. მსუქან ქალს. პატიოსანი ოჯახები არ ჭირდებათ იქ და იმიტომ აქვს ისეთი ამბავი.